გიფიქრიათ თუ არა იმაზე, თუ რატომ გვანან შვილები მშობლებს ნაწილობრივ, მაგრამ მაინც განსხვავებული არიან. ანუ როგორ ხდება, რომ ბიოლოგიურ და-ძმებს საერთო ნიშნები აქვთ, მაგრამ ასევე განსხვავებული თვისებები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა გავცდეთ ფიზიკურ მახასიათებლებს და ჩავუღრმავდეთ გენეტიკურ მემკვიდრეობას. ამ ვიდეოში ვნახავთ, რომ სქესობრივი გამრავლება არის მექანიზმი, რომელსაც მრავალი ორგანიზმი იყენებს შთამომავლობის შესაქმნელად და სწორედ ესაა ფაქტორი, რომელიც ქმნის თვისებების მრავალფეროვნებას ოჯახებში და ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციებში მთელ მსოფლიოში. მოდი დავიწყოთ თავიდან. სიცოცხლე იბადება სიცოცხლიდან გამრავლების გზით. მშობლები ქმნიან შთამომავლობას და ამ პროცესში გენეტიკურ ინფორმაციას გადასცემენ მათ. სქესობრივ გამრავლებაში მონაწილეობას იღებს ორი მშობელი და ამიტომ შთამომავალი იღებს ორივე მშობლის გენების შერეულ კომბინაციას. ეს ინფორმაცია გადაეცემა ქრომოსომებით, ანუ დახვეული დნმ-ის მოლეკულებით, რომლებიც უჯრედებშია და შეიცავს გენებს. ის ორგანიზმები, რომლებიც სქესობრივად მრავლდებიან, ხშირად შეიცავენ მრავალ ქრომოსომას, თითოეულს თავისი გენებით. მაგალითად, ადამიანს აქვს 23 სხვადასხვა ქრომოსომა, დანომრილი 1-დან 23-მდე. თუმცა არსებობს თითოეული ქრომოსომის 2 ასლი, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს 23 ჰომოლოგიური წყვილი. ჰომოლოგიური წყვილი ნიშნავს, რომ 2 ქრომოსომა ზომით და გენების განლაგებით არის მსგავსი, თუმცა მათზე არსებული ალელები შეიძლება განსხვავდებოდეს. ასევე 23 ქრომოსომული წყვილი არის ოდნავ განსხვავებული, რადგან ის განსაზღვრავს ბიოლოგიურ სქესს. თუმცა ახლა არ შევჩერდეთ ამაზე. მთავარია გვესმოდეს ის, რომ ორგანიზმები, რომლებიც სქესობრივი გზით მრავლდებიან, უჯრედებში გააჩნიათ ქრომოსომების 2 ნაკრები, რომლებიც იწოდებიან დიპლოიდებად. D ნიშნავს 2-ს. და ასეთ უჯრედებში ქრომოსომები არიან ჰომოლოგიურ წყვილებად ორგანიზებული. სქესობრივი გამრავლება ხდება განაყოფიერების პროცესით, სადაც 2 სპეციალური უჯრედი, კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი, ერთიანდებიან ახალი ორგანიზმის შესაქმნელად. ანუ თითოეული მშობელი გასცემს ერთ გამეტას. მაგრამ თუ მშობლები დიპლოიდები არიან, რატომ არ იღებენ შვილები ორმაგი რაოდენობის ქრომოსომებს? მიზეზი არის ის, რომ გამეტები არის ჰაპლოიდური, ანუ მათ აქვთ მხოლოდ ერთი ნაკრები ქრომოსომების, რაც ნიშნავს, რომ გენეტიკური ინფორმაციის ნახევარი აქვთ. ადამიანის ჰაპლოიდური გამეტა შეიცავს 23 ქრომოსომას, ანუ თითოეული ჰომოლოგიური წყვილიდან 1-ს. განაყოფიერებისას გამეტები ერთიანდებიან და შთამომავალში კვლავ გვაქვს 46 ქრომოსომა, ანუ 23 წყვილი. და სქესობრივი გამრავლება არა მხოლოდ შთამომავლობის წარმოშობას განაპირობებს, არამედ გენეტიკურ მრავალფეროვნებასაც, რაც ხსნის იმას, თუ რატომ განსხვავდებიან და-ძმები ერთმანეთისგან და მშობლებისგან. ამ დიაგრამაზე კარგად ჩანს ეს პროცესი. თითო მშობელი მხოლოდ ერთ ქრომოსომას გასცემს ჰომოლოგიური წყვილიდან, ამიტომ მრავალი განსხვავებული კომბინაციაა შესაძლებელი. მაგალითად, პირველი მშობლის ვარდისფერი ქრომოსომა შეიძლება დაწყვილდეს მეორე მშობლის მუქ ან ღია ცისფერ ქრომოსომასთან. ეს ყველაფერი არის შემთხვევითი. და ეს პროცესი ხდება არა მხოლოდ ერთი ქრომოსომისთვის, არამედ 23-ვესთვის. ამიტომაა, რომ ბიოლოგიური და-ძმებიც კი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. კომბინაციები არის სხვადასხვანაირი. გარდა ამისა, განაყოფიერებისას სხვა გენეტიკური პროცესები, მაგალითად რეკომბინაცია, კიდევ უფრო ზრდის მრავალფეროვნებას და იწვევს ტრილიონობით შესაძლო კომბინაციას. ამიტომაა, რომ არ არსებობს 2 გენეტიკურად იდენტური ადამიანი. გარდა, რა თქმა უნდა, იდენტური, ანუ მონოზიგოტური ტყუპების. მოკლედ რომ ვთქვათ, სქესობრივი გამრავლება ხდება მაშინ, როცა 2 ჰაპლოიდური გამეტა ერთიანდება და ქმნის დიპლოიდურ შთამომავლობას ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვილებით. ეს პროცესი ქმნის გენეტიკურ მრავალფეროვნებას ოჯახებში და პოპულაციებში და ამიტომაა, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული და უნიკალური ვართ დიდებიც, პატარებიც და საერთოდ ყველანი.